გამარჯობა. ძალიან მიხარია თქვენი აქ დანახვა. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ელექტროობის საიდუმლოებები ერთად ამოვხსნათ. დღევანდელ გზამკვლევში ერთი ძალიან მაგალი მისია გვაქვს. უნდა ვისწავლოთ თუ როგორ გავდოთ ხიდი ფიზიკურსა და ციფრულ სამყაროებს შორის. ჩვენ ავიღებთ რეალურ ხელშესახებ ელექტრულ ძაბვას და მას ზუსტად იმ ენაზე გადავთარგმნით, რომელსაც ჩვენი ციფრული მოწყობილობები გაიგებენ. ეს ფაქტობრივად ის ჯადოსნური პროცესია, რომელმაც საშუალებას გვაძლევს რობოტების, სენზორები და ჩვენი საყვარელი გაჯეტები ვაკონტროლოთ. მოკლედ, მოემზადეთ, წინ მართლაც მაგარი და პრაქტიკული აღმოჩენები გველოდება. აი, ჩვენი დღევანდელი სამოქმედო გეგმა. ჯერ უსაფრთხოების წესებს გავივლით, მერე ვნახავთ რა არის ძაბვის გამყოფი, როგორ გავზომოთ წრედი, გავერკვევით Arduino-s ანალოგურ პინებში და ბოლოს პოტენციომეტრსაც დავუუფლებით. დავიწყოთ, ხო? ნაწილი პირველი. წრედის უსაფრთხოების აუცილებელი წესები. სანამ საერთოდ რამეს ხელს მოვკიდებთ და წრედის აწყობას დავიწყებთ, 100%-ით დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ჩვენს უსაფრთხოებაში. ჩვენ მუშაობთ 5 ვოლტ ძაბვასთან და მაქსიმუმ 40 მილიამპერ დენის ძალასთან. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფრთხოა. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ერთ კატეგორიულ აკრძალვას. არასდროს ხაზს უსვამ არც ერთ გარემოებაში, არ ვეხებით და არ ვიყენებთ კედლის როზეტს. საერთოდ დაივიწყეთ სახლის შტეფსელები, როცა ამ ექსპერიმენტებს ატარებთ. შევთანხმდით? კიდევ ერთხელ რომ განმოვმტკიცოთ ეს ყველაფერი. ჩვენი ქვების წყარო ყოველთვის უნდა იყოს ან კომპიუტერთან მიერთებული Arduino, ან სტანდარტული 9 ვოლტიანი ელემენტი. სულ ესაა, სხვა წყაროებს უბრალოდ არ ვიყენებთ. ასევე თქვენი საზომი ხელსაწყო, ანუ მულტიმეტრი, მხოლოდ ამ პატარა უსაფრთხო კომპონენტებისთვისაა განკუთვნილი და არა სახლის ელექტროქსელისთვის. თუ არ გინდათ რომ ოთახში მოულოდნელი და დამიჯერეთ არც თუ ისე სასიამოვნო ფოიერვერკი მოაწყოთ, ამ მარტივ წესებს მკაცრად მიყევით. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ძაბვის გამყოფი. აბა წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ დიდი ძაბვის წყარო, მაგრამ თქვენს პატარა სენსორს გაცილებით ნაკლები ჭირდება. რა უნდა ვქნათ? აი, ზუსტად აქ შემოდის ძაბვის გამყოფი. ეს არის წრედი, სადაც ძაბვა ნაწილდება წინაღობების პროპორციონალურად. წარმოიდგინეთ, რომ ძაბვა წყლის ნაკადია, რომელიც ორ სხვადასხვა ზომის მილში უნდა გაიაროს. ძაბვა ზუსტად იმის მიხედვით იყოფა, თუ რამდენად დიდ წინააღმდეგობას, ანუ წინაღობას ხვდება ის თითოეულ კომპონენტში. ეს პრინციპი საშუალებას გვაძლევს სასურველ ნიშნულამდე ძალიან ზუსტად დავწიოთ ძაბვა. შეხედეთ ამ კლასიკურ ელექტრულ სქემას. სიმარტივეშია მისი ელეგანტურობა. მარცხნივ შემოდის ჩვენი საწესი ძაბვა, ანუ ვინ. შემდეგ ეს ძაბვა გაივლის პირველ რეზისტორს, რასაც აქ R1 ჰქვია, და მეორე რეზისტორს, R2-ს. აი ზუსტად ამ ორ რეზისტორს შორის წერტილიდან ვიღებთ ახალ უფრო დაბალ ძაბვას, რომელსაც V-out-ს ვეძახით. რეალურად რა ხდება იცით? ჩვენ ვაიძულებთ საწყის ძაბვას, რომ გარკვეული ნაწილი პირველ რეზისტორზე დახარჯოს, რათა მეორეზე ზუსტად ის მივიღოთ, რაც გვჭირდება. და ეს უბრალოდ ბრწყინვალედ ასახავს იმას, თუ როგორ ამტკიცებს პრაქტიკა თეორიას. აქ გვაქვს 5 ვოლტიანი კვების წყარო და ორი მიმდევრობით შეერთებული რეზისტორი, ერთი 100-იანი და მეორე 400-იანი. თუ დავაკვირდებით, რადგან მეორე რეზისტორი 4-ჯერ უფრო დიდია წინაღობით, მასზე ძაბვაც 4-ჯერ მეტი ეცემა. ხედავთ? შედეგად 5 ვოლტი იდეალურად და პროპორციულად გაიყო 1 და 4 ვოლტად. ეს ხომ ულამაზესი ფიზიკაა, დამეთანხმებით? მივადექით მესამე ნაწილს, წრედის გაზომვა. თეორია კარგია, მაგრამ მის შესამოწმებლად გაზომვა გვჭირდება. ვიცი, მულტიმეტრი შეიძლება ცოტა გადატვირთულად მოგეჩვენოთ ამდენი ციფრით და სიმბოლოთი, მაგრამ საერთოდ არ ინერვიულოთ. ყურადღება გავამახვილოთ მხოლოდ 3 მთავარ რამეზე. პირველი, მუდმივი ძაბვის საზომის სექცია, რომელსაც V და სწორი ხაზი აწერია. მეორე, ომების, ანუ წინაღობის გასაზომის სექცია და მესამე, ქვემოთ მოთავსებული COM პორტი, სადაც ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის შავ სადენს ვაერთებთ. აქ გადამწყვეტი მომენტით სწორი თანმიმდევრობის დაცვა. სანამ საზომ სადენებს წრედ შეახებთ, აუცილებლად აირჩიეთ სწორი რეჟიმი მულტიმეტრზე. რა ზომავთ, ძაბროს თუ წინაღობას? და აქვე მინდა ერთი რამ ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო. თუ აპირებთ წინაღობის გაზომვას, წრედი აუცილებლად 100%-ით უნდა იყოს დენის წყაროდან ჩახსნილი. არასდროს გაზომოთ წინაღობა აქტიურ წრედში, თორე მულტიმეტრის შიდა მცველს წამებში გადაწვავთ. აი, აქ უკვე რეალურ მოქმედებას შევხედავთ ჩვენს წესებს. დააკვირდით, როგორ ზომავს მულტიმეტრი ძაბვას სამაკეტო დაფაზე აწყობილ წრედში, რომელიც 9 ვოლტიან ელემენტზეა შეერთებული. წითელი და შავი სადენები პარალელურად ეხება იმ წერტილებს, სადაც ძაბვის შემოწმება გსურს. მოდით, ერთ კარგ ჩვევად ვაქციოთ. სანამ უშუალოდ გაზომვას დაიწყებთ, ერთი წამით თვალი შეავლეთ მულტიმეტრის ბორბალს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ზუსტად იმ პოზიციაზეა, რომელიც გჭირდებათ. ნაწილი მეოთხე. Arduino-s ანალოგური პინები.
ჩვენ უკვე ვიცით ძაბვის შექმნა და გაზომვა. ახლა კი ეს ინფორმაცია კომპიუტერს უნდა გადავცეთ. ეს არის სრულყოფილი ტრანსლაცია ორ სხვადასხვა ენას შორის. ფიზიკურ რეალობაში გვაქვს ცვალებადი ძაბვა 0-დან 5 ვოლტამდე, მართალია? მაგრამ კომპიუტერს ხომ არ ესმის სიტყვა ვოლტი. ამიტომ ჩვენი Arduino მოქმედებს როგორც თარჯიმანი და ამ 0-დან 5-მდე დიაპაზონს 1024 ზუსტ ციფრულ საფეხურად ყოფს. ანუ 0-დან 1023-მდე რიცხვებად. 0 ვოლტი არის ციფრული 0, ხოლო 5 ვოლტი ციფრული 1023. საკმაოდ მარტივია, არა? და ის კონკრეტული კოდიც, რომელიც ამ მაგიას ახდენს. C++ ენაში ბრძანება analog read მუშაობს ზუსტად ისე, როგორც Arduino-s ყური. ჩვენ ფაქტობრივად ვეუბნებით მას: "ჰეი, მოусმინე რა, ძაბვა შემოდის A0 პინზე, გადათარგმნე ის 0-დან 1023-მდე რიცხვად და შეინახეთ სლაიდში, რომელსაც დავარქვეთ მონაცემი." სულ ეს არის. წარმოგიდგენიათ, ამ ერთი პატარა ხაზით ფიზიკური ძაბვა ჩვენი ციფრული კოდის ნაწილი ხდება. მიმოახლოვდით ბოლო მეხუთე ნაწილს. პოტენციომეტრის დაუფლება. ძაბვის გამყოფი მართლად შესანიშნავია, მაგრამ მასში რეზისტორები ფიქსირებულია. რა მოხდება თუ ძაბვის შეცვლა ნებისმიერ წამს მოგვინდება? დავუსვით საკუთარ თავს ეს კითხვა. რა არის რეალურად ეს პატარა მოწყობილობა, რომელსაც პოტენციომეტრს ვეძახით? სიმართლე გითხრათ, ის სხვა არაფერია თუ არა ცვლადი წინავობის მქონე ძაბვის გამყოფი, ოღონდ ერთ პატარა კორპუსში მოქცეული. თქვენ მას ყოველდღე იყენებთ. გაიხსენეთ მანქანის რადიოს ხმის ასაწევი რეგულატორი, ან თუნდაც თქვენი საყვარელი სათამაშო კონსოლის ჯოისტიკი. როდესაც მათ ატრიალებთ, რეალურად შიგნით არსებულ წინაღობას ცვლით და შესაბამისად ძაბვას ზრდით ან ამცირებთ. როცა პოტენციომეტრს ხელში აიღებთ, დაინახავთ, რომ მას 3 ფეხი აქვს. დაკავშირების ლოგიკა იმდენად მარტივია, რომ ერთხელ თუ გააკეთებთ, აღარასდროს დაგავიწყდებათ. განაპირა ორი ფეხიდან ერთი მიდის Arduino-s 5 ვოლტზე, მეორე კი მიწაზე, ანუ GND-ზე. აი შუა ფეხი კი არის ჩვენი გამომსვლელი ძაბვა. სწორედ ეს შუა მოძრავი ფეხი უნდა შევაერთოთ Arduino-s ანალოგურ პინზე, მაგალითად A0-ზე. ასე Arduino შეძლებს მუდმივად წაიკითხოს ის ცვალებადი ძაბვა, რომელსაც რეგულატორის ტრიალით ვქმნით. მას შემდეგ, რაც ციფრული მონაცემი უკვე Arduino-შია, ხშირად გვჭირდება მისი უკან ჩვენთვის გასაგებ ვოლტებში გადაყვანა, რათა თქვათ ეკრანზე გამოვითანოთ. ეს პატარა მათემატიკური ფორმულა ზუსტად ამას აკეთებს. ჩვენ ვიღებთ წაკითხულ რიცხვს 0-დან 1023-მდე, ვამრავლებთ 5-ზე და ვყოფთ 1023-ზე. შედეგად, ცვლადში, რომელსაც U დავარქვით, ვიღებთ ზუსტ ფიზიკურ ძაბვას. ანუ ვხედავთ ზუსტად იმას, რასაც რეალურად გამოიმუშავებს პოტენციომეტრი იმ კონკრეტულ მომენტში. და აი აქ ჩვენს მოწყობილობას ნამდვილ ტვინს ვაძლევთ. პირობითი ოპერატორები if და else გვაძლევს საშუალებას მივიღოთ გადაწყვეტილებები. მაგალითად, შეგვიძლია დავწეროთ ასეთი ლოგიკა: თუ პოტენციომეტრიდან წაკითხული ძაბვა 3 ვოლტზე მეტია, მაშინ აანთე წითელი ნათურა, თუ არა და აანთე მწვანე. ეს უკვე აღარა უბრალოდ წრედი, ეს ნამდვილი დინამიკური ინტერაქცია მომხმარებელსა და მოწყობილობას შორის. ჩვენ მართლაც ძალიან საინტერესო გზა გავიარეთ უსაფრთხოების წესებიდან დაწყებული, ციფრული ლოგიკით დამთავრებული. ახლა თქვენს ხელთ არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტები. ზუსტად იცით, როგორ მართოთ ძაბვა ფიზიკურად და როგორ ათქმევინოთ Arduino-s მასზე რეაგირება პროგრამულად. ამიტომ მინდა ერთი კითხვით დაგტოვოთ. როგორ გამოიყენებთ ამ ახალ ცოდნას თქვენს მომავალ შემოქმედებით პროექტში? იქნება ეს ჭკვიანი განათების სისტემა, რაიმე რობოტული მექანიზმი თუ სრულიად ახალი გაჯეტი? იფიქრეთ ამაზე და არასდროს შეწყვიტოთ ექსპერიმენტები. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად ამ გზამკვლევში. დროებით!